მთელი გულით ვიძახი, რომ საერთოდ არ ვაპირებდი არანაირად ხმის ამოღებას ამ თემაზე უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ და არც იმდან უბრალოდ ნერვებმა ვეღარ გამიძლო, რომ მოვისმინე მეუფე ნიკოლოზის ესე ვთქვათ ინტერვიუში, რომ ეს უნდა გაუქმებულიყო მისი აზრით პატრიარქის ტახტი და რაღაცნაირად უნდა გადავსულიყავით თითქოს მისი აზრით სინოდალურ მმართველობაზე და აქედან წამოვიდა მთელი ეს ჩემი ნერვიულობა წამოვიდა კიდე მეოფე ზენონის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ ეთერში უარყო ესე ვთქვათ ის ამბავი, რომ პატრიარქის მოსაყდრეს დაუჭერდა მხარს და ეს ყველაფერი ახლა შეელო სინოდში დაეყენებინა ეს საკითხები და გარეთ არც გამოეტანათ ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ გარეთ გამოიტანეს და თუ გარეთ გამოიტანეს, მეც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ თემაზე მელაპარაკა რა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ამას და რა ვიცი, რაში დავუშვათ მე შეცდომა მაქვს დაშვებული, რაში დავუშვათ მეთანხმებით, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მოგესალმები გიორგი, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სიტყვა, რომელიც თქვი მე მოვისმინე ეთერიდან, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ხმას არ მისცემს მეოფეშიოს, არის მოღალატე, არის არასწორი. არც ერთი ეპისკოპოსი, რომელიც არ მისცემს მეოფეშიოს ხმას, არ არის მოღალატე. და ჩვეულებრივი ეპისკოპოსია და ღვთისმოყვარული ადამიანი. ის, რასაც ამბობ შენ, როგორც მოგწონს, როგორც გიყვარს უწმინდესი, ეს მისი რჩეული ადამიანი, როგორც მეოფეშიოა, როგორ გამოირჩია, ხო, როგორი რუდუნებით წერა, მართლაც ძეგლია უკვე ეს მისი ხელნაწერი, ხო? ხო, თან როგორ უწერია, ხო, რაღაც თავიდანვე როგორც ნამდვილი მწყებს თავარი სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ სამების სახელით დაწერა ეს. ყოვლადწმინდა სამების სახელით ეს თავისი გადაწყვეტილება. მოიხმორა ის ლოცვით კავშირში, აი დაწერა. მაგრამ მაინც რამდენადაც არ უნდა კარგი იყოს ჩემთვისაც მეოფეშიო მისაღები ჩვენთვისაც უწმინდესის მაინც ეკლესიას აქვს კრებულობითი გადაწყვეტილების უფლება და ეს ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რომ ის ხალხიც, ვინც ირჩევს შემდეგ ადამიანს, პატრიარქს, ისინიც ეკლესიის სიკეთის მხრივ ირჩევენ. არ ირჩევენ რაღაცა ცუდი მიზნებისთვის, ან შეთქმულებისთვის, ან განხეთქილებისთვის, არა. ირჩევენ მთლიანად ჩათვლიან საჭიროდ, რომ ვიღაც კანდიდატია უკეთესი, აი ესე ვთვლით ჩვენ დღეს. და სულაც არ არის ეს არ გაგრძელება პატრიარქის ხაზისა. იმიტომ რომ პატრიარქი თვითონ იყო ადამიანი და არის ახლა ზეცაში, რომელიც ეძებდა ჭეშმარიტებას. ხო? ამ ძიებაში წმინდანს რომ ვეძახით ჩვენ და რომ მოგწონს და სიწმინდისკენ ვისწრაფვით. წმინდანი არ არის რაღაც არსება, რომელიც ყოვლის ცოდნია და ყოვლად უცოდველია და ყოვლად შეუცდომელია. ხო? წმინდანი არის ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაში ამ ჭეშმარიტების ძიებაში უფრო მეტ კითხვას სვავს, ვიდრე პასუხს სცემს. და მთელ თავის ენერგიას ახმარს იმას, რომ ეს ჭეშმარიტება იპოვოს და მოიხვეჭოს. და ამ მხრივ პატრიარქი ზუსტად ესეთი იყო, რომ ადამიანებს აძლევდა ამ ჭეშმარიტების გზას, არა პატრიარქზე მიჯაჭვულობას და რაღაც აი მის ფრთების ქვეშ უდურტოინველად ყოფნას, არამედ როცა ადამიანი გავა იბარტყებს და თვითონ დაიწყებს ფრენას. აი მაგალითად სახარებაში არის ესეთი ადგილი ფერისვალების, ხო გახსოვს ფერისვალება რა? დიახ. მაცხოვარია, მოსე, ელია წინასწარმეტყველი სამი მოციქული. და აგრილობს ჰაერი, ნიავი იქაურობას, მაცხოვარი განსხვავებულია, ხო? და მადლის უფებს ზეციდან ჩაღრუღრუცა ჩამო სულია ღრუბელია დგას მამა ღმერთის ხმა არის და პეტრე მოციქული დააბნეული ეუბნება რა კარგია აქ უფალო
ყოფნა. მოდი სამი კარავი დავდგათო და ვიყოთ მე შენ ეს ყველანი ერთად. და ამ დროს ესე არ ჩერდება. პირიქით გებიან და ჩამოდიან ქვევით თაბორის მთიდან და უბრუნდებიან ცოდვილ მიწას. აი უწმიდესისა მდგომარეობაც ესეთია, იცი, რომ ესე კი არ უნდა ვიყოთ ჩვენ რა კარგი აქ წამი და მოდი ეს წამი გავაჩეროთ და მორჩა. არა, პირიქით ჭეშმარიტების ძიებაში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. უწმინდესის გზაც ეს არის რომ ეძიებთ ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ უწმინდეს რომელ გზაზეც იდგა, იმ გზაზე დგას ყველა, ვინც ქრისტეს ეძებს, მაგრამ ეს გზა არ არის ერთმნიშვნელოვანი და ერთსახობრივი, ის მრავალფეროვანია. ის ბევრი შემადგენელი კომპონენტებისგან შედგება. ესე არ არის ბინალურად, ან ის გზა არის, ან ჯოჯოხეთია, ან სამოთხის გზა არის, ან ჯოჯოხეთის გზა არის. არა, ამ გზაზე არის უამრავი რამ, რაც უნდა შეიცნოს ყველა ადამიანმა და ყველა ადამიანმა თავისებურად უნდა შეიცნოს.